საქართველოში ყოველი მესამე ადამიანი თავს ღარიბად თვლის. ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები 1.300.000 მოქალაქე თავის რჩენას ვერ ახერხებს და დახმარებას სახელმწიფოს თხოვს. მოშიმშილე ბავშვების, სოციალურად დაუცველი ოჯახების გაზრდილი რაოდენობა, დაუსაქმებელი ახალგაზრდები და მიზერული ანაზღაურება მძიმე სამუშაოს სანაცვლოდ. ეს ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი ეკონომიკური კრიზისის შედეგებია. საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ბოლო 1 წელში თითქმის 7%-ით არის გაზრდილი. არანაირი ეკონომიკური წინსვლა არ არსებობს, ეგ არის ტყუილი. პენსია არის საერთოდ მასხარული, აი რო იტყვიან რა, ხალხი არის გამასხარავებული. შეიძლება მაგ პენსიით ცხოვრება? რა პენსიაც ხალხს აქვს. ეხლა თვითონ 14,000-ი დაინიშნეს და პენსიონერებს 25 ლარი მიაგდეს, ეგ არის ცხოვრება? ძალიან დაბალი ხელფასები და გაძვირებული პროდუქცია, რომელშიც არ ყოფნით არც გადასახადებში, არც საჭმელში და არც არაფერში. ხალხი არის ნახევარზე მეტი ხალხი ფშივში. ახალგაზრდობა აქ ალბათ არ გაჩერდება. უბრალოდ ჩემი ასაკის ხალხს არ უნდა. ორი შვილი გერმანიაში მყავს და მე იქ ვერ ვიცხოვრებ, აქ მინდა. ჩემ ქვეყანაში მიყვარს. აქაური მიწაც მიყვარს, ყველაფერი მიყვარს. ისე რომ ახალგაზრდობას ვერ დააკავებ. ჩამოდიან და უკან ბრუნდებიან. ძალიან ბევრი სხვათა შორის. მე ეკვიპრიდან ვარ ჩამოსული საბერძნეთის კუნძულიდან. რამე ხალხი წამოვიდა უკან, იგივე ხალხი წავიდა ისე უკან. ჩამოვედი და გასაქცევად ამაქვს საქმე. ყველას უჭირს, გენაცვალე, გაიხედები, გამოიხედები, იმას უჭირს, ამას უჭირს, ყველას უჭირს. იქ პროდუქცია გაძვირებულია ძალიან, მაგრამ პროდუქტი. განათლებული ახალგაზრდობა გაედინებოდა. ქვეყანაში რჩება მხოლოდ უსახსრო ადამიანები, უნარონი მოხუცები. უფრო გამიჭირდა ცხოვრება და ყველაფერი აბსოლუტურად გაძვირებულია. ხო, აგერ ჩემისიძე გაქცეულია ევროპაში და გაქცეულია, წასულია სამუშაოდ ოჯახი რომ არჩინოს. ხო და იქ თურმე ფასები ბევრად უფრო დაბალია ვიდრე ჩვენთან. და ახლა იმათ პენსიები და ჩვენი ნახეთ. ფიქრობ რომ უცხოეთში წავიდე და იქ ვიმუშაო ესე რომ ეგ გეგმა მაქვს. აქ ვერ ახერხებთ რეალიზებას? მე ჩამოვედი 1 თვის წინ და ვაპირებ დაბრუნებას, იმიტომ რომ ძალიან ცუდი მდგომარეობა არის, სამსახური არ არის, ყველაფერი გაძვირებულია. სპეციალისტები ეკონომიკის საკითხებში თვლიან, რომ ხელისუფლებას სჭირდება ქვეყანაში ღარიბი ადამიანების არსებობა და მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება არ აწყობს, რადგან მათ გაჭირვებას ქართული ოცნება დასაშანტაჟებლად იყენებს. ოცნების ოპონენტები დარწმუნებულნი არიან, რომ ოლიგარქისთვის გაღარიბებული ხალხი გაცილებით მარტივად სამართავი და მოსასყიდია. საჭირო დროს კი შემწეობის მიმღებ ამ მრჩევლებს დახმარების შეჩერებით ემუქრება და ასე აიძულებს მმართველი პარტიის მხარდაჭერას. სიღარიბე მუდმივი პრობლემა არის საქართველოსი, რაც არ უნდა ელაპარაკოს ხელისუფლებამ, რომ ყველაფერი კარგად არის ეკონომიკურად და ხალხი ამ ქვეყანაში არ შიმშილობს და ასე შემდეგ. სისულელე არის ეს, ამაზე მეტყველებს რიცხვები, უბრალოდ ის ამბავი, რომ მუდმივად იზრდება შემწეობის მიმღებ ადამიანთა რაოდენობა, პრობლემა არის. ხელისუფლებას სჭირდება, რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს ღარიბი, რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს მასზე დამოკიდებული, რომ რაც უფრო ღარიბი არის ადამიანი, მით უფრო იოლია მათი манипулირება, მით უფრო იაფი არის მათი მოსყიდვა რა. აი ეგ არის მთავარი პრობლემა, რომ ხელისუფლებას არ აწყობს, რომ სიღარიბე დაძლიოს ქვეყანაში. გაძვირებული საკვები პროდუქტის, მედიკამენტების, მომსახურებისა და კომუნალური გადასახადების ფონზე ადამიანებს, რომელთაც მცირე ანაზღაურება აქვთ ან საერთოდ დაუსაქმებელნი არიან, პირველადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება უჭირთ. მათი შემოსავალი გაცილებით ნაკლებია, ხარჯი კი მეტი, რის გამოც ისინი სიღარიბის ზღვარზე არიან. საგანგაშო სტატისტიკა სოციალური მომსახურების სააგენტომ 2024 წლის დეკემბრის მონაცემებზე დაყრდნობით გამოაქვეყნა. მოქალაქეების არმიას ემატება დღითიდღე სიღარიბის შემწეობის თხოვნელთა, ასე ვთქვათ, რაოდენობა. უფრო მეტი, უკვე 690,000-ზე უფრო მეტი ადამიანი კიდევ თვლის, რომ თვითონ ღარიბია და მიმართავს სახელმწიფოს, რომ მეც ღარიბად მიმიჩნიეთ, შემისწავლეთ, რომ თვლის, რომ ღარიბია. ეს ძალიან დიდი კატასტროფული ციფრია, მილიონზე მეტი ადამიანი, 1,200,000 ადამიანი. რასაკვირველია, ასეთი მძიმე სურათი ამ მიმართულებით თითქმის ეს ვთქვათ არც შესაძლოა რაღაც პარამეტრები მოვიყვანოთ ჩვენ გასაშოვებული ხელფასის ასე შემდეგ რაღაცის. დიახ, ისტორიულად ეს პროცესი ესეთია. თუ ახლა დავიწყებთ 1800-იანი წლების რომელიღაც სოფლიოს შედარებას, მაშინ ჩვენ კარგი მდგომარეობა გვექნება, მაგრამ პროგრესი მიდის, სოფლიო არ ჩერდება და ამ ფონზე ჩვენ წლიდან წლამდე პროგრესს ვერ ვეწევით და ამიტომაც ეს პროგრესში დანახული ჩვენი შედეგები არის აბსოლუტურად, ასე ვთქვათ, ჩავარდნილი.
ქვეყანაში არსებული სიღარიბის მთავარ ინდიკატორად სპეციალისტები მიგრაციას ასახელებენ და ამბობენ, რომ საქართველოდან გაქცეული მოსახლეობის დიდი ნაწილი ყველაზე კარგად აღწერს შექმნილ მძიმე რეალობას.